ბატონებო და ქალბატონებო, მე მინდა სულითა და გულით ახალი წელი, უკვე ჩემი ახალი იურიდიული სამსახურიდან, რომელიც საქართველოში იქნება ალბათ ნომერ 1, ხოქეთი. ნომერ 2, ნომერ 1. მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ახალი წელი იქნება ყველასთვის საუკეთესო. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი წელი წარსულს ჩავაბაროთ, ძალიან ცუდი წელი იყო და მომავალი 25 იყოს ყველაზე საუკეთესო ოდესმე თუ საქართველოში ყოფილა ახალი წელი. ქალბატონო მარი, ქალბატონო ინგა, ბატონებო და ქალბატონებო, მოდი პირველ რიგში იმ ადამიანებს მიულოცოთ ახალი წელი, რომლებიც თავის გემოზე ვერ გადაადგილდებიან და ღმერთს ვთხოვოთ, რომ უცებ რაღაცა მოხდეს, რომ ყველა ფეხზე წამოდგეს და ყველა იყოს ჯანმრთელები. მეორე, ვისაც მინდა მიულოცო, ციხე მაინც ციხეა. ციხეში რაც არ უნდა გქონდეს და გარეთ კარები როცა დაკეტილი გაქვს, მაგაზე უარესი შეგრძნება არაფერი არ არის. და ღმერთს ვთხოვ, რომ ისეთი კანონი გამოუშვან, რომ ვინც შემთხვევით მოხდა ციხეში და დაახლოებით 60-70%-ია ეს, ყველა განთავისუფლდეს. რაც შეეხება ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ემიგრანტები, მინდა ემიგრანტებს უსურო კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა, გაძლება. იქ ჩვენი დები და ძმები არიან და დარწმუნებული ვარ, აქეთ მობრძანდით და ესეც აჩვენეთ, აქეთ მობრძანდით და მინდა რომ ჩვენ გვაქვს სამომავლოდ რაღაც გეგმა და იმ გეგმას დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავახორციელებთ და ემიგრანტები ყველა დაჩქარებული წესით ჩამოვა. ამას აქვს თავისი დრო, პროგრამა და ეს აუცილებლად გაკეთდება და მე ტესლას მეპატრონეს რა ქვია? ეს ილონ მასკი არის ჩემი მეგობარი. იმიტომ აწერი აქ ტესლა და ის ჩვენ ყველაფერში დაგვეხმარება, რომ ჩვენ 100-ჯერ უფრო მაგრად ვიყოთ და ამას პირდები ყველა თქვენ ტოლ ახალგაზრდებს. თელ საპატრიარქოს ულოცავ. თელ საქართველოში მცხოვრობ ყველა ეროვნებას ულოცავ აი ამ ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი წელი იქნება საუკეთესო წელი ყველასთვის, ვინც ჩვენ ჩამოვთვალეთ. გილოცავთ და აი ამ ჩემს ვიწრო წერო ვართ, მეგობრები ვართ. დღეს გუშინ დავაანონსეთ ჩვენი იურიდიული სამსახური და ამ იურიდიულ სამსახურს ძალიან დიდი ეფექტი ექნება და მე მინდა უთხრა ყველა ახალგაზრდას. აი როგორიც არის ქალბატონი ინგა, როგორიც არის აგერ ქალბატონი მარიამი, აგერ არიან ბიჭები, აგერ არიან ახალგაზრდები, აი ხვალიდან უკვე რა ქვია ბიზია? რეზიუმე. თქვენს ენაზე ქვია რეზიუმე. აქ არის ტელეფონის ნომერი, თქვენი CV-ს ქვია რეზიუმე, მაგრამ იცოდეთ, CV და რეზიუმი ორივე ერთია და გამოაგზავნეთ 10 დღის განმავლობაში განვიხილავთ, ხელფასის დიდი იქნება, ბონუსიც დიდი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ კმაყოფილები იქნებით. მოდი კიდევ, აი ეს აქეთ გავხედოთ. მოდი მარიამ, მოდი ინგა. აი აქიდან კიდევ მიულოცოთ მთელ საქართველოს ეს ყველაზე კარგი დღესასწაული. მართალია ადამიანს ასაკი ემატება, მაგრამ ჭკუაც ემატება, ხო? ზოგ ჭკუა ემატება და ზოგ ჭკუა აკლდება. მოდი ამ დღევანდელი დღის თამადობით ყველა კარგ დღეს გავუმარჯოს, თუ რომელიმე დღე ყოფილა დღემდე აი ამ ქვეყანაში. მოდი ახლა აი ამ ბიჭებსაც მიულოცოთ
გილოცავთ ბიჭებო, ყველა დღესასწაულს გილოცავთ. კარგ კომპანიაში, კარგ გუნდში, მუშაობაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. მარიამ, ჩვენ გუშინ უთხარით ემიგრაციაში მყოფ ახალგაზრდებს, რომ ყველა უნდა ჩამოვიდეს. ყველა ჩამოვა. იმიტომ რომ ჩვენ არ გვძინავს. ჩვენ რაღაც მოვლენებს უყურებთ, მაგრამ ყველა ერთად ერთ დღეს გამოვიგვიწევთ და ვიტყვით, რომ გთხოვთ ყველანი ჩამოხვიდეთ თქო. როგორი აზრის არის ჩვენი დაუღალავი ქეთი? გილოცავთ, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, 22 საქმის წელი იყოს. ყველა გასათხოვარი გათხოვდეს და ვისაც მოყვალა უნდა, ვისაც უნდა ცოლის შერთვა 1 2 3 შენ გილოცავ მაშინ შალვა 4 აი ხო ხედავ 1 2 3 ყველა გასათხოვარი ხარ და ყველა უნდა მოიყვანოს. აი ეს ახალი წელი 25 წელი ყოფილიყოს გამრავლების, სიყვარულის და მეგობრობის. მოდი ჩვენ ახალ ივრიდიულ სამსახურს გავმაჯოს! შალვას დაბადების დღეს გავმაჯოს! გილოცავთ.